განმარტებები კი სუბსიდირების სქემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა. დენის ტარიფის სუბსიდირება რეგიონებში 1 აგვისტოდან, დედაქალაქში კი 1 სექტემბრიდან დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად სხვაობას დღემდე მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტი იმ ადამიანებისთვის დაფარავს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან. 1 აგვისტოდან მათი რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველთა მონაცემებს ის 3000 ადამიანი დაუბრუნდება, რომლებიც ქულათა მინიჭების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ შემწეობას ვეღარ იღებდნენ. საბოლოო სახეს სუბსიდირების ახალი ფორმა მიიღებს უახლოესი დღეების განმავლობაში, თუმცა აქედანვე ცნობილი არის, რომ სუბსიდირება შეეხება იმ უმწვევ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენ ბაზაში განთავსებული და აქვთ 70000 ქულაზე ნაკლები, ბუნებრივია სუბსიდირება შეეხება იმ პენსიონერებსაც, რომლებსაც ეხლა ვსაუბრობ და რომლებსაც დანიშნული აქვს სოციალური დახმარება. უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ სუბსიდირების ეს თანხა არ იქნება გათვალისწინებული ოჯახის შემოსავლებში, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათი ქულების სტატუსზე.